თანამედროვე მსოფლიოში IT სექტორი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებლად მიიჩნევა. სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდაშიც. როგორია საქართველოს რეალობა, როგორია ტექნოლოგიების წილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რა გამოწვევები და მოლოდინებია დარგში. სტუმართან ICT ასოციაციის თავმჯდომარესთან თორნიკე სულაბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ. თორნიკე, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში. მოგესალმებით. თორნიკე, საუბარი დავიწყოთ დარგის მიმოხილვით. ICT სექტორის განვითარების ტემპები როგორია ჩვენს ქვეყანაში, რა მიღწევები გვაქვს ამ ეტაპზე და რა ძირითადი გამოწვევები იკვეთება? რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი არის, თუ ავიღებთ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას. აღნიშნული ზრდა დაიწყო 2022 წლიდან და უკვე დღეის მდგომარეობით ჩვენი სექტორი შეადგენს 6%-ს მთლიანი შიდა პროდუქტის. როცა თუ შევადარებდით იგივე თქვა 2022-მდე რა იყო, ეს 1%-მდეც არ ადიოდა, ეს საკმაოდ მასშტაბური ზრდა არის და აღნიშნული ზრდა განაპირობა რამოდენიმე ფაქტორმა. პირველ რიგში აღნიშნო კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გვისაუბრია ამ საკითხზე, ეს არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს გადმოვიდნენ საქართველოში, დაიწყონ ოპერირება საქართველოდან და მათ აქვთ საგადასახადო შეღავათები. და ეს უპრეცედენტოა რეგიონში, თუ ავიღებთ და შევადარებთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, გავსი სახის რეგულაციები არ მოქმედებს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც გადაწყვიტეს საქართველოში კომპანიებმა გადმოსვლა და ასევე რა თქმა უნდა ის ბიზნეს გარემო და კლიმატი. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მოწინავეა ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მხრივ, ასევე განჭურვალობის მხრივ და საგადასახადო კუთხით. კი ბატონო, მოდით შევეხოთ ბინადრობას, რადგან შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მთავრობის მხრიდან იყო ის, რომ უცხოელ IT სპეციალისტებს, რომლებსაც $25,000-ზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ბინადრობის საშუალება მიეცათ საქართველოში. რა შედეგები მოგვიტანა? ჯერ მოკლე ვადაა გასული, მე მესმის, მაგრამ რა შედეგები დადგა ამ ასე ვთქვათ გადაწყვეტილების შედეგად და ამავდროულად რამდენად გაიზარდა უცხოელების ინტერესი საქართველოს მიმართ? დიახ, აღნიშნული პრობლემა ბინადრობის ასე ვთქვათ სპეციფიკურად IT ბინადრობის არარსებობა ამ წლების განმავლობაში როგორც პრობლემა ესე საკითხად იდგა და ჩვენი ასოციაციაც თითოეული კომპანიებიც მუშაობდით საქართველოს მთავრობასთან პარლამენტთან ერთად რომ შემოგვეღო მსგავსი რეგულაცია. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი არის. ეს კიდევ ერთ უფრო შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ახალი ტალანტების მოზიდვაში, არამედ უკვე არსებული ტალანტების შენარჩუნებას. აღნიშნული რეგულაცია მოგეხსენებათ სექტემბერში შევიდა ძალაში და ნაადრევი არის საუბარი თუ რაზე გავლენა იქონია, თუმცა არსებობს პოზიტიური ტრენდები, არსებობს ადამიანები, რომელთში აქვთ IT ბინადრობაზე, მაგრამ აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ასევე მუშაობთ გარკვეული სახის ცვლილებებზე უკვე, იმიტომ რომ ამ დრომ აჩვენა, რომ გარკვეული სახის ბიუროკრატიული მოთხოვნები არსებობს, რომელიც აფერხებს უფრო მეტი თქვათ ბინადრობის მოწმობის გაცემას IT მიმართულებით და ბევრი ჩვენ თანამშრომელს გარკვეული უნიშნელოდ ასე ვთქვათ მარტივად დაძლევადი არის და ჩვენ მუშაობთ შესაბამის სტრუქტურებთან, რომ აღნიშნული ცვლილებები მალე შევიდეს კანონმდებლობაში და უფრო მარტივი გახდეს ამ ადამიანებისათვის აპლიკაციის გაკეთება. მათი მხრიდან როგორია მზაობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან და რამდენად უნდა ველოდოთ აი ამ დამატებით ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქებას? ეს ერთგვარი თავდები ფაქტორი არის, როდესაც რეფორმას ატარებ, ეს ცოცხალი ორგანიზმი არის და როდესაც რაღაცას მიიღებ, იქ არ უნდა გაჩერდე და როდესაც შეხედავ, რომ რაღაცა არსებობს გარკვეული ბარიერები, იმის შემდგომ რომ კანონმდებლობას მიიღებ, ეს ბარიერები უნდა აღმოფხვრა და როგორც სამთავრობო აღმასრულებელი, ისევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდი მზაობაა და გახსნილობა არის და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც მოგვარებად იქნება. თორნიკე, კანონპროექტი მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უცხოელები და უცხოელი სპეციალისტები შემოვიდნენ ქვეყანაში, თუმცა საინტერესოა ეს ბუნებრივია კონკურენციას გაზრდის და საინტერესოა ადგილობრივ სპეციალისტებს არსებულებს ან ახლებს. ხომ არ შეოქმნის პრობლემას და ხომ არ გააჩენს ეს კონკურენცია იმის განცდას, რომ შესაძლოა ან უკვე არსებული სპეციალისტები ჩვენი ქვეყნიდან გავიდნენ, ან ახალი კადრების დეფიციტი გაჩნდეს ადგილობრივ ბაზარზე. მესმის ეს წუხილი და ხშირად მისვან
ხოლმე ამ კითხვას. ჩვენ ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აღნიშნული სექტორი 2022 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა. და ის რომ 2022 წლის შემდეგ ამხელა ამდენი კომპანია შემოვიდა ჩვენ ბაზარზე, ეს არის ნიშნულოვანი, რომ ეს გავაცნობიეროთ და ამაზე დავაშენოთ. ამის გარეშე ჩვენი ადგილობრივი ტალანტები ვერ გაიზრდებოდნენ და ის რომ ეს კომპანიები დღეს აქ არიან, ერთ-ერთი წინაპირობა ამისი არის მათთან ერთად რელოცირებით გადმოსული ადამიანები. ანუ ის კომპანიები დღეს რას აკეთებენ, მათ ყავთ ის მუშახელი, რომელიც გამოცდილი იყო წლების განმავლობაში და რომელიც საქართველოში გადმოიყვანეს, მაგრამ ამავდროულად ადგილობრივ მუშახელს სთავაზობენ სხვადასხვა შესაძლებლობებს, ეს იქნება გადამზადების შესაძლებლობა, ეს იქნება, თქვათ, იგივე ჯუნიორ დამწყებ პოზიციაზე ამ ადამიანების აყვანა და ეს ზენს ჩვენ ადგილობრივ ბაზარს დამატებით გამოცდილებას, დამატებით შესაძლებლობას, რომ იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე, გაიზარდონ და რაღაცა გარკვეულ პერიოდში უკვე ჩვენი ტალანტიც იქნება მზად, რომ ეს ჩანაცვლება მოხდეს ამ ადამიანებს. თუმცა დღეს არ ვართ ამ მდგომარეობაში, დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ და უკვე 5 წელიწადში, 10 წელიწადში მთლიანად მოხდება ადგილობრივი მუშახელით ჩანაცვლება იმ ადამიანების, რომლებიც გადმოვიდნენ რელოკაციით. რაც შეეხება მიგრაციას, ხო, ანუ ჩვენი ტალანტები რო არ დავკარგოთ, სწორედ ჩვენი სექტორია ის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანებს, რომ საქართველოდან ქონდეთ მაღალი ანაზღაურებადი ხელფასი და არ მოუწიოთ წასვლა უცხოეთში. ანუ ყველა სხვა ინდუსტრია არის ტრადიციული ინდუსტრია და გეოგრაფიაზე არის დამოკიდებული. იმისათვის რომ რაღაცა საერთაშორისო ბანკში იმუშაო, შენ გიწევს რომ გადახვიდე, არ ვიცი, ლონდონში ან სხვა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. დღეს ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ რომ იმუშაონ იგივე ტოპ გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა Meta, Microsoft და ასე შემდეგ და იცხოვრონ საქართველოში, არც კი უწევთ რომ თბილისში ჩამოვიდნენ, მათ შეუძლიათ თავისი სოფლიდან, რეგიონიდან მოახერხონ ამ სერვისების მიწოდება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ეს არის ის, რაც შეაფერხებს, ასე ვთქვათ, ტალანტების გადინება საქართველოდან. კი ბატონო, მოდით ამ თემას კიდევ ცოტა უფრო ღრმად შევეხოთ. IT-ის სექტორის მიმართულებით მომსახურების ექსპორტი დაახლოებით 7% შეადგენს და მნიშვნელოვანი ზრდაა ბოლო წლების განმავლობაში. რომელ ქვეყნებში არიან ძირითადად ჩვენი ქვეყნიდან დასაქმებულები? გარკვეული სტატისტიკა თუ გვაქვს ამ კუთხით და ამავდროულად რა შესაძლებლობა არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ეს რესურსი? რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ექსპორტი არის ამერიკის და დასავლეთ ევროპის ბაზარზე. ანუ ზოგადად ეს მოდელი ასე მუშაობს, რომ ამ კომპანიებს, ვინც ამერიკაში და ევროპული კომპანიები არიან, მათ ყავთ ეს development hub-ებს ეძახიან აღმოსავლეთ ევროპაში და მათ შორის საქართველოში. და ჩვენთან დღეს ის რეალობა არის, რომ უმრავლესობა იმ კომპანიის, რომელიც 2022 წლიდან შემოვიდა საქართველოში და მანამდეც არის ან ამერიკული, არის ან დასავლურ ევროპულ კომპანია და ეს ადამიანები ყველანი მუშაობენ მათ კლიენტებზე და მათი კლიენტები არიან Fortune 500 სიის კომპანიები, არც დავიწყებთ მათ დასახელებას, უბრალოდ ეს ის კომპანიები არიან, რომლებიც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანს ასაქმებენ სოფლიო მასშტაბით და ამ ადამიანებს საქართველოსთან უწევთ პირდაპირი კომუნიკაცია, პირდაპირი შეხება ამათთან და ეს არამხოლოდ ტექნოლოგიურ სექტორზე აქვს ამაზე გავლენა, არამედ ამას აქვს სხვა სექტორებზეც, იმიტომ რომ ის ადამიანები ეცნობიან საქართველოს, მათ უწევთ ქართველებთან მუშაობა, მათ უწევთ ადამიანთან, რომელიც საქართველოში მუშაობს და ხშირი არის, იმიტომ რომ მეც გარდა ამ ასოციაციის კომპანიას წარმოვადი, ხშირი არის, რომ ჩვენი კლიენტები ჩამოდიან ხო საქართველოში და რო არ ყოფილიყო ეს ოფისი აქ, აი თქვა იგივე, არ ვიცი, აი როგორი დიდი ბრენდების წარმომადგენლები საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ და არ ნახავდნენ თავისი თვალით თუ რა შესაძლებლობის ქვეყანა არის. კი ბატონო, საქართველოს როგორც IT hub-ი, ეს არის მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა და პრინციპში რეგულაციების შემსუბუქებაზე თუ კანონმდებლობის დახვეწაზე, რასაც ვსაუბრობთ, ეს ნაბიჯები სწორედ იმიტომ იდგმება, რომ ეს ფუნქცია შეიძინოს საქართველოს. სად ვართ დღეს ამ კუთხით, რა შესაძლებლობა გვაქვს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ IT hub-ის ფუნქცია კიდევ უფრო რეალური გახდეს?
დღეს ჩვენ საკმაოდ კარგ ტრაექტორიაზე ვართ. საქართველოს თავს იმკვიდრებს როგორც არამხოლოდ რეგიონული ჰაბი, არამედ საერთაშორისო ტექნოლოგიური ჰაბი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, ჩვენ ვერასდროს ვერ იქნებით კონკურენტი მაგალითად ინდოეთის ან ეს დიდი ქვეყნის, რომელიც მასიურად არიან ტალანტის მიმწოდებლები და არც გვინდა დღეს, იმიტომ რომ დღეს უკვე ჩვენ შევდივართ ხელოვნური ინტელექტის ერაში, ეპოქაში და დღეს უკვე არის აქცენტი და მოთხოვნა ნიშურ მაღალი დონის კვალიფიციურ კადრებზე, რომლებიცაც ეცოდინებათ არა მასიურად რაღაცა ელემენტარული ტექნოლოგიები, არამედ ზოგადად სიღრმისეულად ექნებათ ეს ცოდნა. სწორედ ამიტომ ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ამ კუთხით და ჩვენ ეს საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ უფრო მასშტაბურად გავაგრძელებთ და უფრო საჭიროა უფრო დიდი კამპანიების წარმოება, მე ყოველთვის ანალოგად მომყავს ხოლმე იგივე რაც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ ღვინის კუთხით, ხო? ანუ ჩვენ დავიმკვიდრეთ ჩვენი სახელი, რომ ვართ ღვინის სამშობლო, სწორედ მსგავსი კამპანიები ჩვენ შევძლებთ, რომ დავიმკვიდროთ, რომ ვართ ტექნოლოგიური ჰაბი საერთაშორისო ასპარეზზე. თორნიკე, თქვენ ახსენეთ, რომ ინდოეთის კონკურენტი ვერ ვიქნებით, თუმცა საინტერესოა, ვისი კონკურენტები ვართ დღეს, რომელი ქვეყანა ცდილობს, ან რომელმა ქვეყანამ შეძლო, რომ საქართველოს მსგავსად IT მიმართულებით საკუთარი ქვეყანა განევითარებინა და ჩვენ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იქნება ეს ბიზნესის თუ კანონმდებლობის კუთხით, რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ საქართველოს. მე კარგი მაგალითები არის, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ის პატარა ქვეყნები, რაც არის თქვა მასშტაბით იგივეა საქართველოსთან, როგორც არის ესტონეთი მაგალითისათვის, მათ შეძლეს დაიმკვიდრეს თავი როგორც ტექნოლოგიურ ჰაბად, ისინი ჩვენთან კონკურენციაში შემოდიან, რუმინეთი იქნება, ბულგარეთი, ასე თქვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, უკრაინაც. თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭირო არის, ეს არის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ამავდროულად და ერთგვარი პირველი იუნიკორნი, რომლის მაგალითზეც უკვე საქართველოს გაითქონ სახელს, ხო? აი ესტონეთი ვახსენე და იქ Skype იყო ესეთი მაგალითი და Skype-ის შემდგომ ესტონეთის ეკოსისტემა თავისთავად განვითარდა. ანუ მსგავსი იუნიკორნის არსებობა ქვეყანას მისცემს შემდეგ დონეზე, რომ გადავიდეს და უკვე შემდეგ ეტაპზე იქნას წარჩინებული. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ეს გვეყოლება. ამისათვისაც ამ მიმართულებითაც ვიცი, რომ საკმაოდ ახალი ბევრი კანონმდებლობა მიიღეს და იგივე სტარტაპების ნულოვანი დაბეჭდვა აღნიშნულს წაახალისებს, თუმცა ეს ერთობლიობაში, ერთობლივ კუთხით არის საჭირო რომ განვიხილოთ და რაღაც ერთგვარი ქვეყნის დონეზე სტრატეგიის არსებობა არის საჭირო, რომელიც არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს დაარეგულირებს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციასაც გააკეთებს. კი ბატონო, აი ამ კუთხით ძალიან საინტერესოა წმინდა საინვესტიციო კუთხეს რომ შევეხოთ საინვესტიციო მიმართულებით, როგორია ინტერესი IT სექტორის მიმართ. თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეული კომპანიები შემოდიან საქართველოში, თუმცა აი ინვესტიცია რამდენად ხდება და აი აქ სად გვაქვს გამოწვევები, ან რა შესაძლებლობები გვაქვს? რა თქმა უნდა, ინვესტიციების კუთხითაც მზარდი არის და უფრო ახალი და ახალი კომპანია შემოდის. ჩვენ უბრალოდ აქ ციფრების თვალსაზრისით შეიძლება ეს FDI-ში ტექნოლოგიური მიმართულება არ ჩანდეს, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის, თქვათ, დიდი ინვესტიციის სექტორი, ხო? ანუ როდესაც კომპანია შემოდის, ანუ ბევრ კაპიტალური დანახარჯი იმდენი არა აქვს, რომ სტატისტიკაში ჩანდეს. თუმცა ის, რომ კომპანიების ციფრი მზარდი არის, ამაზე მეტყველებს SIA საერთაშორისო კომპანიების სტატუსის და ეს მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ ეს სტატუსი და მათი რიცხვი უკვე 200-მდე არის ასული, რაც შთამბეჭდავი არის. თუ არ ვსები, წინა წელს იყო 120 და უკვე 200-მდე არის მხოლოდ ამ წელს და დაახლოებით 50-მდე ახალი კომპანია არის შემოსული. კი ბატონო, თქვენ ლინიაცაც წარმოადგენთ ასოციაციის გარდა და საინტერესოა, საკმაოდ მასშტაბური იყო ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში და რა შედეგები გაქვთ ამ პერიოდის განმავლობაში, აი ესეც პრაქტიკული მაგალითის სახით საინტერესო იქნება. დიახ, კი, ჩვენ 2022 წელს შემოვედით საქართველოს ბაზარზე და მათ შემდგომ სულ ვიზრდებით. დღეს მდგომარეობით 200-მდე ადამიანი ყავს უკვე დასაქმებული და
ჩვენი ოფისი არა მხოლოდ რაღაც ერთგვარი ცალკე მდგომი ოფისია, ჩვენი ოფისი ასევე არის ევროპული ჰაბი კომპანიის და აქედან ვფარავთ ჩვენ პოლონურ, სომხურ და სერბულ ოფისებს, რაც იმის მეტყველებს, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ქვეყანა, რომელიც ევროპაში, ანუ სხვა ევროპულ ოფისებსაც დაფარავს. ტალანტების კუთხითაც საკმაოდ კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ კარგი, მაღალი კვალიფიციური ტალანტის მოზიდვა შევძელით და დღეს უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც როდესაც გადმოვედით პირველ დღეებში ჩვენთან ერთად რელოკაციით გადმოვიდნენ ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ოფისებიდან, თუმცა დღეს უკვე ქართველები ჭარბობენ და ჩვენ შევძელით და ადგილობრივები დავასაქმეთ არა მხოლოდ დამწყე პოზიციაზე, არამედ უკვე ასე ვთქვათ მაღალ პოზიციებზეც და ჩვენი გეგმა არის რომ კიდე უფრო გავიზარდოთ, კიდე მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ ეკოსისტემაში და როცა ამას ვსაუბრობ, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ განათლების კუთხით, ჩვენ ვამზადებთ ხალხს, ჩვენ ასევე ვეხმარებით სხვადასხვა მიმართულებით ადამიანებს, რომელსაც ტექნოლოგიურ სექტორში წვლილში აქვთ და ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და ფილოსოფია, რომ ჩვენ არა მხოლოდ რაღაცა უნდა წამოვიღოთ, თქვა საზოგადოებიდან, არამედ უნდა შევძინოთ და ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ ადგილობრივ ეკოსისტემას. კი ბატონო, ეკოსისტემაზე რომ ვისაუბროთ, IT სექტორი და სტარტაპ ეკოსისტემა ფაქტობრივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და სტარტაპ მიმართულებაც აქტიურად ვითარდება, 700 მილიონი ლარს გადააჭარბა, ასე ვთქვათ, სტარტაპ ეკოსისტემის მიერ შექმნილმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა. სად ვართ სტარტაპების კუთხით, როგორია ამ ორი სექტორის კორელაცია და რეალურად IT სექტორის განვითარების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შედეგად ჩვენ ამდენად შეგვიძლია რომ თანამედროვე ქვეყანა ჩამოვყალიბდეთ, რომელიც შეძლებს აი ამ ორი ძირითადი მიმართულების განვითარებას. სწორედ აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არის ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემა, რომ რაღაცა სხვა ეტაპზე რომ გადავიდეს ქვეყანა. ამ მიმართულებით ბევრი ამბობს, რომ აი დაკნინებით, რომ აი სად რა ქართული სტარტაპი და შენ მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ეს ქართულმა სტარტაპ ეკოსისტემამ ფეხის მოკიდება დაიწყო სულ რაღაც 10 წლის წინ და ეს არ არის 10 წელი არ არის ის დრო, რომ რაღაცა მასშტაბური შედეგის დადება შევძლოთ. ჩვენ თუ გადავხედავთ რა იყო, თქვა სტარტაპ ეკოსისტემა 5 წლის წინ და რა არის დღეს, ეს არის მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ზრდა. დღეს ჩვენ უკვე ყავს ადამიანები და სტარტაპერები, რომლებიც იციან როგორ ელაპარაკონ ინვესტორს, იციან როგორ უნდა აწიონ თანხები და უკვე აღარც სჭირდებათ სახელმწიფო დახმარება. დღეს სულ ახალხანს შემოვიდა 4 საერთაშორისო აქსელერატორი, რომელსაც უკვე დამკვიდრებული აქვს თავისი სახელი და ეს რას ნიშნავს, რომ აქსელერატორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ ეკოსისტემისთვის, ხო? ანუ ეს აქსელერატორები ამ სტარტაპებს კიდევ უფრო დამატებით ღირებულება შესცენენ და გაზრდიან და მოამზადებენ კიდევ უფრო საერთაშორისო ასპარეზისთვის და კიდევ მოამზადებენ რომ სხვა დონის დაფინანსებისთვის რომ მზად იყვნენ და უკვე აწიონ ეს თანხა და ასევე მე იმეც ვიტოვებ რომ მალე კიდე გამოჩნდება ძალიან კიდე ერთი კომპონენტი რომელიც თავარია სტარტაპ ეკოსისტემის ეს არის ვენჩერული ფონდები და ვენჩერული ფონდების არსებობა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ღირებულება შესცემს სტარტაპ ეკოსისტემას და ეს ერთობლიობაში იმეც ვიქონიებ რომ მომავალში როგორც თქვი გვექნება პირველი იუნიკორნის кейსი და ეს კიდევ უკვე დამატებითად ღირებულება შეძენს როგორც ეკოსისტემას ასევე ქვეყანას და ერთობლივად უკვე სხვა ეტაპზე გადავა საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ჰაბის საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა თორნიკე, მეც მითხრობ რომ ეს სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდება, იმიტომ რომ ნამდვილად ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ტექნოლოგიები. თორნიკე სულაბერიძე ICT ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.